26 ოქტომბერს თბილისის ზღვაზე კომპანია ჰაიდელბერგის მიერ ორგანიზებული გრანდიოზული მარათონი გაიმართება. თბილისი მარათონი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ტარდება, წელიწადში ერთხელ ოქტომბრის ბოლოს იმართება. აღსანიშნავია, რომ უკვე დარეგისტრირებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საელჩოების, საჯარო სექტორის და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებიც. ინტერესს ის გარემოებაც, რომ თბილისი მარათონი ამჯერად საქველმოქმედოა. მონაწილეთა რეგისტრაციიდან შესულ თანხას კომპანია ჰაიდელბერგი აორმაგებს და ეს თანხა სრულიად ფონდი იავნანას ბავშვების დასახმარებლად გადაეცემა. ქართველ მორბელებთან ერთად სტარტზე 25 ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოსული უცხოელი მარათონელიც გავა. რეგისტრაციის თანხა 10 ლარში ადგეს, სურვილებს განაცხადის შევსება ვებგვერდზე თბილისი მარათონ ჯიზე და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით შეუძლიათ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი კომპანია მსგავსი მასშტაბის აქციის ორგანიზატორია. ეს მარათონი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და ჩვენ იმ ადამიანებს ვეხმარებით, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. ირბინე ჯანმრთელობისთვის, ირბინე ქველმოქმედებისთვის. ეს ჩვენი დევიზია. ლევანდელი მარათონის შემდეგ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მთლიანად ქვეყნის ცნობადება მკვეთრად გაიზრდება, ხელშეუწყობს ტურიზმის განვითარებას, სპორტის განვითარებას და საერთოდ ცხოვრების ჯანმრთელი ცხოვრების წესს. ეს მეტად მნიშვნელოვანია მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რათა საქართველოს შევიდეს იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც მარათონი აქტუალურია.